წარმოიდგინე, რომ დღეს 2025 წლის 31 დეკემბერია. შენ კი საკუთარ თავზე ფიქრობ და ხვდები, რომ ეს წელი შენი ყველაზე წარმატებული წელი იყო. შენი მიზნები მიღწეულია, ფინანსურად სტაბილური ხარ, ფიზიკური ფორმა საუკეთესოა და შენ გარშემო ადამიანები არიან, ვინც უკეთესობისკენ გიბიძგებენ. ეს არ არის ოცნება, ეს რეალობა. და თუ შენი მიზანიც ეს არის, მე ის გადამრჩენია მოგილოცო და გითხრა რომ ეს ვიდეო სწორედ ამისთვის არის. ოღონდ დაიმახსოვრე, რომ ეს გზა მარტივი არ იქნება, ბევრი შრომა და ბევრი წინააღმდეგობის გაწევა მოგიწევს. ამიტომ თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ, მაშინ გამომყევი. და იცოდე, რომ სისუსტის და ემოციების ადგილი ამ პლანეტაზე და ამ ცხოვრებაში არ არის. ამიტომ აწიე შენი თავი, რომელიც ძირს არის მიმართული და დავიწყოთ. ნაბიჯი პირველი. ჩააცხრე ხმაური და მოусმინე შენ შინაგან ხმას. შენი პოტენციალის მთავარი მტერი სოციალური მედია და ის ინფორმაცია, რომელიც შენზე ზეწოლას ახდენს. TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი. ეს არის პლატფორმები, რომელიც თქვენს გონებაში არეულობას იწვევს, აზროვნებაში ხელს გიშლით და პოტენციალს გაგარგინებთ. ასევე სოციალური მედიები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ეს ყველაფერი იბად გვიბიძგებს, რომ მათი აზრის ქვეშ მოვექცეთ. რადგან ყოველ მათგანს ჩვენგან გარკვეული წარმოდგენა აქვს. რომ უნდა გამოვიდეთ ექიმები, ინჟინრები და ვიცხოვროთ ცხოვრებით, რომელიც მათთვის და საზოგადოებისთვის მისაღებია. აი რა უნდა გააკეთო. მოიძებნე ყოველდღიურად, როცა ხარ სრულიად მარტო, ტელეფონის გარეშე, მხოლოდ შენს აზრებთან. და კითხე საკუთარ თავს, რას ვაკეთებ, რაც მართლა მიყვარს და რას ვაკეთებ მხოლოდ სხვების აზრის გამო. მიუხედავად იმისა, თუ რა პასუხს მიიღებ, ეს პროცესი შენს ცხოვრებას მკაფიო მიმართულებას მისცემს. ნაბიჯი მეორე. განსაზღვრე შენი გზა. მას შემდეგ, რაც შენს გონებაში ქაოსი მორჩება, დროა მომავალზე და მიზნებზე იფიქრო. ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ თავარი გასაღები კონცენტრაციაა. არ დაიწყო ერთდროულად 10 მიზნის მიღწევა, რადგან ვერც-ერთს ვერ გაართმევ თავს. დაყავი გეგმებად. მოდი მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. თქვენ დააწყეთ 3 ძირითადი მიზანი: ფინანსები, ურთიერთობები და ჯანსაღი სხეული. ეხლა უკვე დროა რომ დავიწყოთ თანმიმდევრობა. მას შემდეგ რაც ერთ-ერთ მათგანს თავს წარმატებით გაართმევთ, უკვე დროა მეორეზე გადახვიდეთ და ესე მიყვეთ ბოლომდე, მანამ სანამ თქვენ მიზნებს არ ამოწურავთ. და გახსოვდეს, რომ მიზნის გარეშე ცხოვრება გავს რუკის გარეშე მოგზაურობას. აქ ყველაზე დიდი შეცდომა ყველაფრის ერთდროულად გაკეთება. ამიტომ დააწყე მკაფიო გეგმები და იყავი კონცენტრირებული. ნაბიჯი მესამე. დაიცავი დაუნდობელი მოქმედების პრინციპი. მას შემდეგ რაც მკაფიო გეგმას დააწყობ, შენი პოტენციური შეცდომა სავარაუდოდ უმოქმედობა იქნება. რადგან ძირითადად მიზნების დაწყობის მერე იწყებენ ხოლმე ზედმეტ ფიქრს, ნერვიულობას, შიშებს, გამოთვლებს და 1000 უაზრო რაღაცას, რაც რეალურად მხოლოდ და მხოლოდ გაფერხებს. დაიმახსოვრე, რომ შენი ყოველი ნაბიჯი რაღაცას გასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება წარუმატებელი იყოს და სწორედ ეს სწავლება ხდის განსხვავებულს, მეოცნებად და მიმღწევ ადამიანს. ამიტომ ამ ეტაპზე რა დონეზეც არ უნდა იყო, უბრალოდ ადექი და იმოქმედე. არ აქვს მნიშვნელობა შენი ნაბიჯი ცუდი იქნება, წარუმატებელი თუ საშინელება, მაგრამ რაც თავარია იმოქმედე. არასდროს იღელო მოქმედებაზე, ყოველთვის იღელვე უმოქმედობაზე. ნაბიჯი მეოთხე. შეინარჩუნე რეგულარობა. წარმატებას ქმნიან პატარა, მაგრამ რეგულარული ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, რომ შენი მიზნების მიღწევის პროცესში იქნება დღეები, როდესაც არაფრის თავი არ გექნება და მეტიც მკვდარივით იქნები. მაგრამ რაც თავარია არ გაჩერდე. თუ დიდს ვერ მოახერხებ, გადადგი მცირე ნაბიჯი მაინც. და რაც ყველაზე მთავარია, შენი დიდი მიზნები დაყავი პატარ-პატარა გეგმებად. თუ მიზანი ბიზნესია, ეცადე ყოველდღიურად მოიძიო პატარ-პატარა პარტნიორები, კონტაქტები, პოტენციური მომხმარებლები და ესე შემდეგ. თუ შენი მიზანია ურთიერთობა, ეცადე რომ ყოველდღიურად აღმოფხვრა ის პატარ-პატარა პრობლემები, რაც შენს ურთიერთობას აწუხებს. თუ შენი მიზანი შენი ფიზიკური სხეულია, მაშინ ეცადე რომ ყოველდღიურად გააკეთო სულ მცირე 5 აზილვა მაინც. მაგრამ რაც თავარია არ გაჩერდე. ამიტომ ყველა ნაბიჯი, რაც დღეს მე შენ გასწავლე, მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად გააკეთო. არ გადაახტე ნაბიჯებს. თუ შენს გონებაში ისევ ქაოსია, შეუძლებელია შენი მიზნები და გეგმები სწორად იყოს დალაგებული. ნაბიჯი მეხუთე. შემოიკრიბე სწორი ადამიანები. შენ ჯერ კიდევ ვერ იაზრებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი გარემო და საზოგადოება ყავდეს ირგვლივ. შენი გარემო, შენი წარმატებისა და დამარცხების მთავარი ფაქტორია. თუ შენ გარშემო ადამიანები ნეგატივზე ფოკუსირდებიან, შენც მათი ენერგიით დაიმუხტები. ამის ნაცვლად აირჩიე ადამიანები, რომლებიც მიზნების მიღწევისკენ გიბიძგებენ და იქნებიან წარმატებულები საკუთარ გარემოში. ეს შეიძლება თავიდან შენთვის არაკომფორტული იყოს და თავი დაკომპლექსებულად იგრძნო მათ გვერდით. მაგრამ დამიჯერე, არ არის მთავარი თუ ამ წამს ვინ ხარ. მთავარი არის ის, თუ ვინ იქნები. თუ შენ ღარიბი დაიბადე, ეს შენი ბრალი არ არის. მაგრამ თუ შენ ღარიბი გარდაიცვალე, აი ეს უკვე შენი ბრალია. შენ გზა მოცემული გაქვს. აწი შენი ცირისი მიღწევა გინდა და შენვე გაქვს ამის ძალა. ამიტომ იბრძოლე. იყავი მშვიდად. არ მიიღო აფექტური გადაწყვეტილებები. სიმშვიდე შენი გზა, მიზანი შენი ენერგია და ყოველდღიური ნაბიჯები შენი წარმატების გასაყები. ნუ დაელოდები იდეალურ დროს. დაიწყე დღესვე. 2025 წელი შენთვისაა. შვიდი გონები და მტკიცე მოქმედებით. დაამარცხე ყველა გამოწვევა. გაიმარჯვე.